ბრუნდებით ყოველდღიურ რეალურ სივრცეში და მინდა შეგახსენოთ, რომ პერიოდულად ჩვენ საინტერესო ინიციატივებზე გიყვებით ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს რეგიონის კონკრეტული სოფლისა თუ თემის განვითარებას შეეხება. ამჯერად სვანეთში ტრადიციული სიმღერისა და გალობის შენარჩუნებაზე ვილაპარაკებთ. დღეს სტუმრებთან ერთად გავარკვევთ, რა მნიშვნელობა აქვს მთაში ახალგაზრდებისთვის ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის შესწავლას. ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ანზორ თქმაიშვილი, ბატონი გიორგი დონაძე. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ხოლო თემაზე, რომელიც მე უკვე დავაანონსე, მუშაობდა მარიამ ჯაჭვაძე, ის თავად გახდა სვანეთში. მარიამ, გისმენთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრებს მოსვლისთვის. მართლა ცოტა ხნის წინ დავბრუნდი სვანეთიდან, ზემო სვანეთში, მესტიასა და ლენტეხში ვიყავი, სადაც საალტბარო სკოლები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით უკვე რამდენიმე თვეა გაიხსნა. პროფესიონალი მომღერლები და მგალობლები ცდილობენ, რომ სვანეთში ახალგაზრდებს შეასწავლონ, ჯერ გააცნონ და შემდეგ შეაყვარონ სვანური ფოლკლორი. სხვათა შორის მესტიაში გავიცანი გოგა აბციაური, რომელიც თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა სვანეთში, რომ საეკლესიო გალობა შეესწავლებინა ახალგაზრდებისთვის. გოგა სოფელ ლატალში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ნახოთ ახლა ვიდეო რეპეტიციიდან. ვიცით ბაჟყას გავიმეოროთ. ხო გახსოვთ? პირველ ხმები. ვაიდილიოს მამილა. აბა, პირველ ხმები. ვაიდილიო ისკაბიო ჯიჯაბრია დარილი ვაივო. ვაიდილიო დარაილიო. აკი, კომენტებსა. ყველა პირველ ხმა უნდა მღეროდეს ახლა. აბა, ყველა მარტო პირველ ხმები მღეროთ აბა. ვაიდილიო დარაილიო. ახალგაზრდა თაობამ ჯერ არ იცის ამ სიმღერების ფასი და შინაარსი და როცა არ იცის ბუნებრივია არ უყვარს, მაგრამ ახლა როცა გავაცნობთ, როცა შევასწავლით, მერე იგრძნობენ და ამას მოჰყვება ის, რომ ეს უძველესი საგანძური გადარჩება. ყველაზე კარგი ფორმა გადარჩენის არის, როდესაც ცოცხლად ასრულებენ ახალგაზრდები ამ ძველ სიმღერებს სხვადასხვა სიტუაციებში, მათ შორის შეიძლება დღეობებზე, დაბადების დღეებზე, რელიგიურ დღესასწაულებზე და ასე შემდეგ. რამდენიმე თაობამ ისე გამოიარა, რომ პრაქტიკულად მათ არ უსწავლია სიმღერა გალობა. ნელ-ნელა თითქმის მივიწყებას მიეცა, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდობა ნელ-ნელა გებულობს და ინტერესში ვარდება, რა არის ხალხური სიმღერა, რა არის საგალობელი, ტრადიციული, რატომ უნდა ისწავლოს, რატომ ღეროდა ბაბუა, რატომ არსებობდნენ ადრე ანსამბლები. მე პერიოდულად გიჩვენებთ და თან მოგიყვებით სვანეთიდან. საოცრად ემოციური იყო ახლა ეს ქართლის მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი საგალობელი ნამდვილად აი. და გიორგის მინდა ვკითხო, სვანეთის გარდა კიდევ რამდენ რეგიონში არის საალტბარო სკოლები გახსნილი, ან იგეგმება რომ გაიხსნას და მაყურებელს რომ მქონდეს ინფორმაცია, ამ სკოლაში სიარული მოსწავლეებისთვის უფასოა თუ არა? გუშინ დავბრუნდით სწორედ ბატონ ანზორთან ერთად, ვიყავით ბაღდადში, სადაც გავხსნით მე-16 საალტბარო სკოლა. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ფოლკლორის ცენტრმა მოახერხა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით მოახერხეთ და გავხსნით 16 საალტბარო სკოლა. არ იყო ადვილი საქმე, ამას ვაგრძელებ, ჩვენ 16-ზე არ ჩერდებით წელს. თვითმმართველობები თუ იღებენ ამაში მონაწილეობას? აქტიურად, აი გუშინდელი დღე იყო ამის ესე ნათელი მაგალითი, საოცრება მოხდა, ესე იგი ყველაფერი თავიანთი ხარჯებით გააკეთეს, რემონტი შენობაში, სადაც ჩვენი სკოლა განთავსდება, აი ბატონი ანზორის სიტყვის მერე
აღჭურვილობა მთლიანად, საკრავები მოსასმენი აპარატურა, რაც არ არის ადვილი ხარო მოიპოვოთ, თქვა მუნიციპალიტეტებს არ აქვთ იმ ხელს, მაგრამ ყველაფერი უნიკალურად მოახერხეს. 11 იმერეთის გამგებლები დაესწრნენ გუშინ ჩვენი საავადმყოფო სკოლის გახსნას. ბატონი გივი ესწრებოდა თვითონ გუბერნატორს. ეს არის პოზიციაა მათი. თავშესაფრებია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმოედგინეთ ყველა გამგებელი და საგრებულოს თავმჯდომარე და ეს რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ზესტაფონშიც გვაქვს გახსნილი კოდი იმერეთის მასშტაბით. გაისად ისე გუშინ ისე დაიმედებულები წამოვედით, რომ ალბათ დარწმუნებულები ვართ 2017 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტში ვიქნება უკვე იმერეთის მასშტაბით და არა მარტო. აი რაც მარიამა დასმა შეკითხვა. ბავშვები უფასოდ იღებენ აქ თქვა ცოდნას. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის უფასოდ, აბსოლუტურად ყველაფერზე ზრუნავს ფოლკლორის ცენტრი და კულტურის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. პედაგოგი და მისი ანაზღაურება. პედაგოგი, მისი ანაზღაურება, საკრავი, თქვათ თუ გასულთი პროგრამა ჩვენ გვინდა რომ ეს ბავშვებმა ერთმანეთში სხვადასხვა თელაველი ჩავიდეს ბაღდათელთან, ბაღდათელი ჩავიდეს ოზურგეთში, ერთმანეთი გაიცნონ, იმიტომ რომ ჩვენი ანსამბლები სულ მივირთვით რომ წავიდეთ უცხოეთი და ვნახოთ და იქ გამოვიდეთ და იქ კონცერტები ჩავატაროთ და ძალიან კარგია რა თქმა უნდა. მაგრამ ხშირად საქართველოს არ გვინახავს და გვინდა რომ რაღაც ეს პროცესიც დაიგმილი გვაქვს ჩვენ რომ ძალიან კარგად გავასწროთ ზოგადად ქართული ფოლკლორი. არა მარტო სიმღერა, არა მარტო გალობა. ეს მარტო სიმღერა გალობა არა. აქ უდიდეს ტრადიცია, უდიდეს კულტურას ეზიარებიან ზოგადად ქართულს. მაგრამ ამ სიმღერის სწავლების დროს უამრავი ისეთი რაღაცა თემებზე მიდის საუბარი ბავშვებთან. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ბატონი აზორი ბიჭებში ვღეროდით ორი ანსამბლი იყო თავიდან მართვე და შემდგომში ბიჭები და როდესაც ბატონი აზორი მოდიოდა ზეიმი ქონდა, იმიტომ რომ სიმღერის გარდა, მელოდიის სწავლების გარდა ჩვენ სხვა უამრავი რაღაცა ვისწავლეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ბატონ ანზორს მინდა დავუსვა შემდეგი შეკითხვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს თვითონ ახალგაზრდა თაობისთვის სვანეთში ფოლკლორის შესწავლას და მეორე მხრივ, რადგან ფოლკლორი არის რეგიონის კულტურის და ასე ვთქვათ ისტორიის ნაწილი. თვითონ რეგიონისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ტრადიციის შენარჩუნებას? დავიწყოთ იმით, რომ სასიმღერო ფოლკლორი ყველაზე უფრო სვანეთმა შემოგვინახა. ეს გარკვეულ მიზეზებთან არის დაკავშირებული, გარკვეულ მოვლენებთან, მაგრამ ფაქტია, რომ ის უძველესი სიმღერები და ცეკვები, საფერხულო ცეკვები ყველაზე უკეთესად სვანეთმა შემოინახა. დადგა მომენტი, როცა წავიდა ძველი თაობები, გამოჩენილი მომღერლები, მოცეკვავეები და საკითხი დგას შეინარჩუნებს თუ არა სვანეთი იმ უძველეს ტრადიციებს და უძველეს სიმღერებს, რომელიც აქამდე ასე რუდუნებით მოიტანეს. დღეს ადრე ჩაკეტილი იყო ეს კუთხე მოგეხსენებათ, ძნელად მიუვალი და ყველაფერი აი შიგნით ხდებოდა, რაც ჰქონდა, ხალხშეუხებელი იყო ეს ყველაფერი და ასე შემოინახეს ასე კარგად ჩვენამდე ვერავინ ვერ შეეხო მართლაც ამ ულამაზეს კუთხეს თავისი ბუნებით და თავისი სიმღერითა და გალობით და საუკეთესო ტრადიციებით, მაგრამ დადგა მომენტი, რომ უკვე ძველი თაობები მიდის და აი გადამწყვეტი მომენტი დგება, რომ გადარჩეს აი ეს საოცრ აქამდე მოტანილი ეს საგანძური. ჩემი აზრი ასეთია, არაერთხელ მithქვამს, თუ გინდა სიმღერა გადაარჩინო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო. ეს მართვედან მოდის, არაერთხელ მithქვამს, ავტონინო თქვენ გახსოვთ ამის შესახებ. რა თქმა უნდა, და დადგა სწორედ ის მომენტი, რომ ახალგაზრდებს ჯერ ბავშვებს და მერე ახალგაზრდებს ასწავლიან სვანეთში. აი, გოგა აფციაური, რომელიც თქვენ ახლა ნახეთ, ჩვენთან არის აღზრდილი ჩვენი უნივერსიტეტის, ეს გახლავთ გალობის გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტრადიციული გალობის უნივერსიტეტი, სადაც სიმღერა გალობას ასწავლიან და გიორგი გოგა აფციაური ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო და ის წავიდა თავისი სურვილით სვანეთში. უნდა ითქვას, რომ მაღალმთიან რაიონებში, გარდა იმისა, რომ ასეთ თვითონ მისი სურვილით მიდის, მაგრამ ფონდი ქართული გალობა აფინანსებს მას და ხელფასს უნიშნავს. და ნახეთ თქვენ როგორ მუშაობს ეს მართლა ძალიან დიდი მისია, ნამდვილად ძალიან დიდი მისია. ის პირველი არ არის და ერთადერთი არ არის. ბევრია უკვე ასე რომ ჩვენი კურსდამთავრებულები რეგიონებში მიდიან და მუშაობენ
ჩვენ აქედან ვაფინანსებთ განსაკუთრებით ფოლკლორის ცენტრის სასახელოდ უნდა ითქვას ეს რომ ამ ხრივ ყველაფერი ნორმალურად არის. მე მინდა რომ თქვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი სტუმრები კარგად იცნობენ, მაგრამ გავაცნო მაყურებელს ფილფანების ოჯახი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ფოლკლორის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში. სვანეთში ძალიან კარგად იცნობენ ამ ოჯახს და განსაკუთრებით პატივს სცემენ ამ ოჯახის ყველაზე უფროს წევრს, ისლამ ფილფანს, რომელსაც თვითონ მოერიდა ინტერვიუში ეთქვა, მაგრამ 22 თებერვალს მე გეტყვით კულტურის მინისტრმა გადასცა უმაღლესი ჯილდო სწორედ ფოლკლორის განვითარებაში ხელოვნების ქურუმი და ოჯახში სამივე თაობა კარგად მღერის. ჩემი კარგად მღეროდა, დედაც კარგად მღეროდა. ბიძა ჩემი ალექსი იმან ჩამოაყალიბა სვანეთში ეს ანსამბლი, მაშინ რიჰო არ ერქვა, სხვა ანსამბლი ერქვა. ფილფანებმა დაახლოებით რომ აღურიცხო, იმდენი ღებულობდა მონაწილეობას ამ გუნდის ჩამოყალიბებაში, ამ ფოლკლორის ჩამოყალიბებაში, რომ ლატალიდან, ბეჩოდან, თუ გინდა უშგულიდან და რომ აღურიცხო, ფილფანები მეტი გამოვდივართ ვიდრე ისინი. ასე რომ ფილფანები ვართ ამ ფოლკლორის ფუძემდებელი. ეს სულიერი კულტურა გადავარჩინოთ განადგურებას და მოსპობას. ეს არის ძირითადი და გარდა ამისა ეს როგორც ძეგლები, ასეთი სათუთი შესანახია. სალსებური მრავალფეროვანია ქართული ფოლკლორი ახლა ისმენდი და არ ვიცი აი 4-ვეს ესეთ ბედნიერების ღიმილის დაგთამაშებს სახეზე მართლა ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. მარიამ კიდევ რა გაქვს ჩვენთვის მოსაყოლი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი დასკითხვა და მე ვნახოთ კიდევ ერთი ვიზა ლიბერალიზაციის თემა, რომელიც ახლა ძალიან მძაფრად და მძიმედ მიდის ჩვენთან, ძალიან ისეთი განცხადებები მოვისმინეთ და სტუმრებს რომ როცა ვკითხე რომ რითი შეიძლება ჩვენ ევროპა დავაინტერესოთ და რითი შეიძლება შევიდეთ ევროპულ საერთო სახლში, ერთ-ერთი ალბათ კულტურა, ფოლკლორი და ჩვენი სიმღერა. როგორ უნდა მოვახერხოთ ბატონო აზორეს, აი ყველაზე იოლი გზა როგორი იქნება ევროპაში ჩვენი სიმღერით შესვლის. რას უნდა შეუწყოს სახელმწიფო ხელი ამ შემთხვევაში? სახელმწიფო უკვე კარგი ხანია უწყობს ხელს ქართული ფოლკლორის გატარებას უცხოეთში და ჩვენ გიორგისთან ერთად და ბევრი ალბათ ჩვენი მსმენელი დღეს დამერწმუნება იმაში რომ ქართულმა ანსამბლებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ქართული კულტურის გატანაში უცხოეთში. მე ვიტყოდი რომ ქართულმა კულტურამ გადამწყვეტი როლი ითამაშა უცხოეთში საქართველოს წარდგინების, თუ შეიძლება ესე ითქვას, წარდგინებაში, იმიტომ რომ საქართველოს პირველად იცნობდნენ ქართული კულტურით. ეს არის ქართული სიმღერა, ცეკვა, ფოლკლორი საერთოდ და მე ალბათ არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ეს ფაქტი, რომ აი ეს გზა პირველად სუხიშვილებმა გაკვალეს. ამ დიდებულმა ანსამბლმა, დიდებულმა ქალბატონმა ნინომ და ილიკომ გაკვალეს. შემდეგ სიმღერა, როგორც ასეთი ჯანსუღ კახიძის შვიდკაცამ გაკვალა, მან გაიყვანა პირველად უცხოეთში. ამის შემდეგ კავსაძის გუნდი, შემდეგ გორდელა, რუსთავი. აი რუსთავი, რომელსაც მე დღემდე ხელმძღვანელობ 80-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და წარდგენილი აქვს ქართული სიმღერა და ცეკვა 80-ზე მეტ ქვეყანაში, თანაც რამდენჯერმე თითო ქვეყანაში და მე ჩემი თვალით მინახავს ის უდიდესი აღფრთოვანება და აღტაცება, რომელიც გამოიწვია ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და ცეკვამ. გიორგი დამეთანხმება, რომ არც ერთ ანსამბლს სხვას, არც რუსთავს, არც სხვას კონცერტი არ მიუწია ლინ კონცერტში ამერიკაში, ის ერთადერთი ბასიანი და მე წაკითხული მაქვს იქაური პრესა რას წერდა ქართული სიმღერის შესახებ. როგორ ადარებდნენ ბახის მუსიკას, როგორ ადარებდნენ მოსარტის მუსიკას. ესე იგი შეადარეს ბახი და ქართული პოლიფონია. ეს იყო აფიშაზე. პოლიფონის მამა. ხომ წარმოგიდგენიათ? მე ის პიროვნება გახლავართ, რომელიც ვიყავი კომისიის წევრი იუნესკოში იმ დროს, როცა ქართულ ხალხურ სიმღერას
ხშირად ასე ითქვას პოლიფონის შედევრი უწოდეს და მიანიჭეს აი ეს ყველა ზეპერსიტვერების გადმოცემის ზეპერსიტვერის ხელთუქმნელი ძეგლის აი ესეთი მიანიჭეს და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი ჯილდო იყო ბევრი გაკეთდა თანხმი, ბევრი ანსამბლებია. ყველას ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ვინმე არ გამორჩეს მეშინია. ბევრი ანსამბლებია, მაგრამ ერთი პატარა დეტალი გასათვალისწინებელია. შესანიშნავი ანსამბლები ყავს ჩვენ ბევრი დღეს, რომლის ქართული კულტურა გააქვს და სწორედ აი თქო რომ ბრძანებთ, ამის შემდეგ უნდა მოხდეს ისე რომ ქართული სიმღერა ცეკვა და საერთოდ ქართული კულტურა არა მარტო სიმღერა და ცეკვა. მთელი ქართული კულტურა უნდა გავიტანოთ და კულტურის სამინისტროს ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. დღეს ისეთი დრო დადგა რომ ვინც კი შოულობს ფულს და ვისაც აქვს საშუალება, ყველა მიდის უცხოეთში და ყველა ცდილობს რომ იქ წარადგინოს ქართული კულტურა. იქნებ როგორი მომახერხდეს რომ ყველას ვისაც არ ხელეწიფება ამ კულტურის ხმამაღლა ვიტყვი მე ზე მაღალ დონეზე წარდგენა იქნებ ყველა არ უნდა გავიდეს იცით. არის შესანიშნავი ანსამბლები დღეს რომლებიც მართლა წარადგენენ მაგრამ რაღაც გარკვეული იმეთი არ შეიძლება ყველა ანსამბლის გასა, არ შეიძლება ყველა მომღერლის დამოცება. აუცილებლად ხარისხი უნდა დავიცვა და კულტურის სამინისტრო მე ვფიქრობ რომ უნდა ალბათ შეიმუშაოს ამ გეგმის ამასთან დაკავშირებით შეიქმნას უნდა ჯგუფი რომელიც ყველა უცხოეთში კი არავის ეკრძალება გასვლა, მაგრამ უნდა გარკვეული გაიაროს უნდა გარკვეული ხარისხი რა დონეზე გავა და რა დონეზე წარადგენს იქ, ეს უნდა გაკეთდეს. მე მინდა ლენტეხიდანაც გაჩვენოთ ვიდეო, სადაც საალტბარო სკოლას ხელმძღვანელობს სურალი პატელიანი და სხვათა შორის ისიც თბილისიდან ჩავიდა იმისთვის, რომ ტრადიციული სიმღერა და გალობა ესწავლებინა იქაური ახალგაზრდებისთვის. ფაქტიურად კანონიკური გარობა ნულის ტოლი იყო მის შემდეგ ჩამოყალიბდა კალობეთა გუნდი ლემშვანიერა შემდეგ საალტბარო სკოლა დაფუძნდა ჩვენი მიზანი არის პირველ რიგში შევასწავლოთ ბავშვებს და სოფლებშიც გვინდა რომ ავაღორძინოთ შევაყაროთ ჩვენ კალობა ჩვენს მოთხოვებას ბავშვები არიან დაინტერესებული ხალხური შემოქმედებით და სვანური სიმღერები. უყვართ ლენტეხი საერთოდ განთქმული არის ამ ხელოვნებაში. ხოდა ბავშვები სწავლობენ ჭიანურს ვასწავლი, ფერხულებს ვასწავლი და ძველი სიმღერები რაც არის ძირითადად ლენტეხური ეს თემოსვანური. გიორგი, მარიამ, შენ თუ არა გაქვს შეკითხვა, შეგიძლია თუ კი ფოლკლორი უფრო მეტად პოპულარული გახდება, შეუწყობს თუ არა ეს თვითონ რეგიონის ტურისტულ და კულტურულ ცხოვრებას ხელს და თუ ამ კუთხით შეგვიძლია უკვე შედეგზეც ვილაპარაკოთ? აი ზეგან მესტი ფილფანების ოჯახზე იყო სიუჟეტი და საოცარი ოჯახი, ამაზე შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვილაპარაკოთ ამ ოჯახზე, ჩვენი პირადად შემოსწავლებელი გახდათ. ბატონი ისლამი ბატონი ვახტანგი ფილფანებთან წელიწადში დაახლოებით 60-მდე უცხოელი ჩადის ქართული ხალხური სიმღერის შესასწავლად ცხოვრობენ დაახლოებით ეხლა იანვარში როცა საალტბარო სკოლა გავხსენეთ ერთი კანადელი ახალგაზრდა იყო ოჯახთან ერთად პატარა 2 წლის თუ 3 წლამდე ბავშვით და სწავლობდა სვანურ სიმღერებს, ცხოვრობდა ფილფანებთან ოჯახში. რამდენი ხანი ხარ მეთქი, ისეთი თული სიმღერები ვიმღერეთ ერთად და გავგიჟდი და კანადელმა და თქვენ. ხო, და 3 თვე ცხოვრობდა, იქ შეისწავლა ძალიან ბევრი სიმღერა. წავალ ახლა ეს ადამიანი
ბევრი ანსამბლი შეიქმნა უკვე უცხოეთში, რაც ბატონი ანზორიც საუბრობდა. ეს პირდაპირ მოქმედებს ტურიზმის განვითარებაზე, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი მარტო ფილფანებთან რამდენი ჩადის. ფილფანებიდან მე წავლენ ოზურგეთში ბატონ ტესტან სიხარულიძესთან. იქ შეისწავლიან სიმღერას, მე ავლენ ლენტეხში, მე ჩადიან რაჭაში და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წეგან დასმულ კითხვასაც გამოვეხმაურები, რა თქმა უნდა მოქმედებს. ჩვენ ევროპაში დიდი ხანია ვართ უკვე კულტურულად, ფაქტიურად აძაზოს არ გამოსულა. ჩვენი პოლიფონია ალბათ ყველაზე ძველი პოლიფონია თელს ევროპაში და თელს სოფლიოში. აბსოლუტურად გეთანხმებით. გიორგი, საერთოდ ჩვენ დღევანდელი გადაცემის დრო ამოიწურა, თუმცა მე მინდა ფეხბედნიერი უწოდო თქვენს მობრძანებას რეალურ სივრცეში. ეს არის პირველი სტუმრობა ამ თემაზე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არაერთი შევხვდებით. განვიხილავთ ასევე პრობლემებსაც, რომელიც ალბათ ამ სფეროს აქვს და აუცილებლად ვეცდებით, რომ მივადევნოთ თვალი, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი ჩვენს სამშობლოში, საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და აუცილებლად დავაანონსებ იმას, რომ ჩვენ სხვა კუთხის სალუტბარო სკოლებსაც ვეწვევით აუცილებლად გადავიღებთ და მივაწოდებთ მაყურებელს ინფორმაციას ამის თაობაზე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს, სხვა ლევან ბუსხუძე გიმასპინძლებ. მადლობა, ნახვამდის.